თორნიკე კვარაცხელიას დებიუტი, მწვრთნელების კომენტარები თბილისური დერბის შემდეგ და ეროვნული ლიგის მე-13 ტურში გასული გოლები. ამ და სხვა საინტერესო სიახლეებისთვის უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. დავიწყოთ თბილისიდან, სადაც ეროვნული ლიგის მე-13 ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა. დინამო თბილისმა მოქმედ ჩემპიონს და სატურნირო ცხრილის ლიდერს იბერიას უმასპინძლა და 2-0 დაამარცხა. პირველი გოლი 33 წუთზე კოფი დონკორიმ გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი 45 წუთზე იორომ დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ დინამო თბილისი თემურ ქეცპაიას მოსვლის შემდეგ დაუმარცხებელია. მათ ანგარიშზე 4 მოგება და 1 ფრია. ამ შეხვედრის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი იყო 70 წუთი, როდესაც დინამო თბილისის რიგებში 16 წლის თორნიკე კვარაცხელიას დებიუტი შედგა. მის გამოჩენას კი გულშემატკივარი დიდი ოვაციებით შეხვდა. უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ეროვნული ლიგის ყოველ მომდევნო ტურში ტრიბუნებზე მაყურებლის რაოდენობა იზრდება, რაც ნამდვილად სასიამოვნოა და ასევე დამატებითი მუხტია ფეხბურთელებისთვის. შეხვედრის შემდეგ მედიასთან ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და დებიუტანტმა ისაუბრეს. ძალიან კარგი შეგრძნება იყო ამ ისტორიულ კლუბში ჩემი პროფესიონალური დებიუტი. მადლობა ფანებსაც მხარდაჭერისთვის, ძალიან უგზენი გულშემატკივრობა და დავიწყარ ემოციები იყო ეს ჩემთვის. ძალიან კარგ ფორმაში ვართ, 5 თამაშიდან 1 თამაშიც არ წაგვიგია, 4 თამაში მოვიგეთ და ჯერ კიდევ დასაწყისია. ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო დღეს ჩვენთვის. არა მარტო იმიტომ, რომ 3 ქულა ავიღეთ, არამედ იმიტომ, რომ ეთამაშებოდით შარშანდელ ჩემპიონს და ჩემპიონატის ლიდერს, რომელსაც თანაც პრინციპში ჩვენ იყო დრო, რომ 11 ქულით ჩამორჩებოდით და ამ დროს ამ თამაშის მერე უკვე 3 ქულა არის ჩვენში განსხვავება. Ну, რა თქმა უნდა, ბიჭები მუშაობენ ყოველდღიურად. ჩვენ ბევრჯერ გვითქვია, რომ არის ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გუნდში. ამ ახალგაზრდა ფეხბურთელების პლუს დამატებული ის გამოცდილი ფეხბურთელები, რომლებიც გუნდში არიან. კარგი მუშაობა მიდის. ჩვენ მაყოფილი ვართ ბიჭების ვარჯიშით და რა თქმა უნდა, თამაშით, უკვე 5 თამაში ვითამაშეთ, 4 მოვიგეთ, 1 ფრე ვითამაშეთ. და იმედია, რომ ეს წაუგებელი სერია გაგრძელდება რა. ახლა გველოდება კიდევ 2 ისეთი თამაში გასულა გორში და ქუთაისთან, რომლებიც წინა ადგილებზე არიან, რომლებიც იბრძვიან კიდევ პირველობისთვის და ამიტომ ჩვენ გვინდა ყველანაირად მოვემზადოთ ამ თამაშისთვის. დიდი დრო არ გრჩება, ყოველმე 3-4 დღის მერე უკვე თამაშია და იმედია, რომ ამ თამაშებშიც თავს გამოვიჩინოთ. დაგეგმილი მქონდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა ვარჯიშებს რომ ვაკვირდებით და რომ ვუყურებთ, ყველა ის პირობა და ყველა ის აქ მონაცემი ამას, რომ ამაც თავის მასავით ძალიან დიდი ფეხბურთი ითამაშოს, ის არ არის აქ იმიტომ, რომ კვარაძმა არის, ის არის აქ იმიტომ, რომ ღირსი აქ იყოს და მე მგონია, რომ ესე თუ გააგრძელებს, ჯერ კიდევ პატარაა, არანაკლებ კარიერა ექნება ვიდრე თავის ძმას. სასიხარულოა, რომ მიეცა იმის შანსი, გამოვიდა და ანახა, რომ შეუძლია ისე როგორც სხვებს, ყველანაირად ვიბრძოლეთ დღეს ჩვენ, 1 მეტრი არ დავთმეთ მინდორზე. უბრძოლველად და ეს გვინდა რა, რომ ეს ჟენი გქონდეს რა, მინდორზე ვინც კი გამოვა, 100% დავიხარჯოთ და როცა 100% დავიხარჯებით და გასაკეთებელს გავაკეთებთ, რასაც ჩვენ ვითხოვთ ამ ფეხბურთელებიდან, რა თქმა უნდა, რომ შედეგიც არ დააყოვნოს და ჩვენ გვიხარია, რომ კარგად მიდის გუნდი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დამთავრდა ჩემპიონატი ახლა იწყება, კიდევ 2 წრე ნახევარია სათამაშო. და ამიტომ ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს გუნდმა ესეთი პოზიტიური შედეგები შეინარჩუნოს მომავალშიც. პრობლემა ის იყო, რომ ის შედეგები არ იყო, რა შედეგებსაც ელოდა თბილისის დინამოს გულშემატკივარი. მე კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც მოვიდნენ დღეს სტადიონზე და იმედია, რომ ამ გულშემატკივრებს კიდევ სხვები დაემატებიან და რა უნდა ჩვენ გულშემატკივარს უნდა რომ გუნდმა თამაშები მოიგოს და ჯერჯერობით კარგად მივდივართ, ყველაფერი რიგზეა, 5 თამაში არ წაგვიგია,
უკვე 3 ქულით ჩამორჩებით ლიდერს, მეორე ადგილზე ვარ და ალბათ იმედია რომ მომავალ თამაშზე უფრო მეტი გულშემატკივარი იქნება სტადიონზე. სტანდარტებზე ვუშაობთ, თანაც კარგი შემსრულებლები ყავს სამწუხაროდ დღეს ნინუ არ თამაშობდა, რომელსაც მართლა იმასაც კარგი ისააკ, უკვე მეორე თამაშია ზედიზედ სტანდარტულიდან გოლი გაგვაქვს, კარგია. ყავს ფეხბურთელები, რომლებიც კარგად ასრულებენ ბურთის ჩამოწოდებას, მაგრამ საჯარიმოში ყავს ფეხბურთელები, რომლებიც იბრძვიან ამ ბურთზე. მერტის წყალობით ყველაფერი კარგად არის და იმედია რომ ეს კიდევ გაგრძელდება რა. პირველ ტაიმში როცა ესეთ ორ გოლს გაუშვებ და ესე უყურადღებოდი თამაშებს სტანდარტულ მდგომარეობაზე და ასევე როცა როგორ მივდივართ ამ სტანდარტულზე, მაგასაც მნიშვნელობა აქვს და თითქმის არაფრიდან და ბავშვური შეცდომებია მინდა ვთქვა და საერთო ჯამში ფაქტია რომ რაღაცა ყველამ დავაკელით და ვერ გავაკეთებთ და გავაანალიზოთ და მოვუმატოთ მომდევნო თამაშებში, იმიტომ რომ ერთადერთი დადებითი დღევანდელი დღის ის არის რომ ისე და ისე პირველ ადგილზე ვართ და მომავალ თამაშებში საჭიროა რომ რეაქცია გავაკეთოთ ამ წაგებაზე. დინამო თბილისს ამ გამარჯვებას. შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ დინამო თბილისმა 21 ქულა დააგროვა. მეორე ადგილზე გადაინაცვლა და ლიდერ იბერიას მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. ამავე ტურში კიდევ 3 საინტერესო დაპირისპირება გაიმართა. ქუთაისის ტორპედომ გორის დილას უმასპინძლა და 2-1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ გორის დილა, რომელმაც პირველი შეხვედრა ჩაატარა ახალ მთავარ მწვრთნელთან ლევან კორღალიძესთან ერთად, 42 წუთიდან 10 კაცი თამაშობდა. დაძაბული გამოდგა გაგრას და რუსთავის დაპირისპირება, რომელიც ფრედ 1-1 დამთავრდა. ასევე დაძაბული ბრძოლა იყო ბათუმში, სადაც დინამო ბათუმმა მეშახტეს უმასპინძლა და 2-1 დაამარცხა. ამ ტურის ბოლო შეხვედრა კი 17 მაისს საღამოს 8 საათზე გაიმართება, სადაც სამგურალი სპაერს უმასპინძლებს. მანამდე კი გიტოვებთ ამ შეხვედრებში გასულ გოლებს და კომენტარებში დაწერეთ, რომელი იყო თქვენთვის საუკეთესო. რა თქმა უნდა, თუ დაგავიწყდეთ, დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. არაბიძე აბურთი და მოედანი ეს მისი წერტილია და დარტყმა არ გამოვიდა, მაგრამ ჯერ ერთი მოიპოვა ძალიან საფრთხო ჯარიმა და მეორე თუ ეს ბლანკსონანოფია, მას მოედნიდან გააძევებენ და ეს ასია. ალბათ მენთეშაშვილი არის ის ფეხბურთელი, ვინც შეიძლება გამოვიდეს პირესი კარგი მომენტი და აქ შეიძლება იყოს და იქნება პენალტი გორის დილას კარში. და ხო არაუჟო არ ღვევდა ნამდვილად აქედან რაც ჩანს თამაშის წეს უფრო ახლო რაკურსით ახოთ ბურთზე არ უთამაშია და არის კონტაქტი, არის პენალტი. მოკლე გამორბენი კარგად შეასრულა და გავიდა წინ ქუთაისის ტორპედო. არაბიძის მესამე გოლი ტორპედო ამ თამაშს იგებს. არაუჟო ახლა უკვე ის წუთებია, სადაც გორის დილამ უნდა დაიწყოს შეტევაში აქტიურობა თუნდაც 10 ფეხბურთელით და ტორპედო გადავიდეს თავის დაცვაზე. გოლი გაიტანა გორის დილამ და აღადგინა წონასწორობა ლაშა მენთეშაშვილი, ვინ თუ არა ის გორის დილას ამ სეზონის ყველაზე პროდუქტიული მოთამაშე. ვისაუბრე რომ თუნდაც 10 კაცის შემადგენლობით გუნდს, რომელსაც შეიძლება შეტევაში დიდად არ უაქტიურია მეორე ტაიმში, თუმცა 10 ფეხბურთელის ყვალობაზე საკმაოდ ნორმალურად გამოიყურებოდა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ წუთს შეეძლო ანგარიშის გათანაბრება. მთელი გუნდით ტორპედო უტევს გორის დილა იცავს თავს. არაბიძემ დაატრიალა სიმიჩი. სად გაიტანა სიმიჩმა და ქუთაისის ტორპედომ როგორც ჩანს ეს მატჩი მაინც მოიგო. აკეთებს ტორპედო ახლა არაბიძის მე-6 საგოლე პასი, გოლი და საგოლე პასი, 8 საგოლე მოქმედება ამ სეზონში და ამ კუთხით ის საუკეთესოა ჩვენს ლიგაში. შორი რაკურსია საკმაოდ, აბა აქ დავაკვირდეთ. ხარში ეხება და მერე ხელშიც მე მგონი და პენალტია. ხო რა უმფლება იმისა რომ ეს პენალტი შესრულდა და კარგად თამაშობს ოლექსანდრ ვორობეი, რომელიც ახერხებს თავისი გუნდის გადარჩენას. ამის თქმა შესაძლოა აქაც ქარი იყო მთავარი ფაქტორი. ნახოთ კიდევ ერთხელ განმეორებით გამოიცნო უკრაინელმა პეტრიანი. ასე რომ ნამდვილად მძიმე ტაიმი იყო. აქ გაგრელები პირველ კუთხურს აწვიან დღევანდელ შეხვედრაში და გადის გოლი. დაწინაურდა მასპინძელი გუნდი, აი ქარმა თავისი ზეგავლენა მოახდინა ამ ეპიზოდზე. მე მგონი პირდაპირ კუთხურიდან გავიდა გოლი, ასე რომ მიუმატა უკვე გატანილი გოლი. არავის არ შეხებია, მე მგონი აქ ბურთი დაეცა მეკარის წინ და აღმოჩნდა საბუთო იყო შეხება. შესაძლოა იყო კიდეც ჩაწოდება საჯარიმოში, გამოაქვთ ბურთი გაგრელებს. ჩიქოვანი მეორე მცდელობა შორიდან. ამ შემთხვევაში უკვე ახერხებს ჩიქოვანი გოლის გატანას და ანგარიშის გათანაბრებას. ყველაფერი თავიდან იწყება.
ნიკოლოს ჩიქოვანს ეს გოლი. თავადვე ჩაჭრა ეს გადაცემა, მოიპოვა ბურთი ეს პატარა სივრცე, პრინციპში საკმაო სივრცე. ნიერი ამოსვლა. ტყიბულელების ახურც კაია თითქოს შეიძლებოდა შონიაზე შეყოლება, არა მარჯვნივ გადაშალა შეტევა. შუბიძე სივრცე არის, საფეხბურთო შეტევა. პასი და სიხარულიძეს გააქვს გოლი. ჯერჯერობით თამაშგარი არ ფიქსირდება და სიხარულიძემ მეოთხე გოლი გაიტანა. ნუ გადამოწმდება ალბათ ეს ეპიზოდი. დაასრო თუ არა მოვლენებს ირაკლის სიხარულიძე. მილჩენკო, სიმარჯვნივ კირკიტაძე. ჩაწოდება საჯარიმოში შოვნაძეს გაუვარდა ბურთი ხელი და დამატება და დინამო მეორე ტაიმის დარწე ატანაბრებს. გატანილი გოლის ავტორი ჩემს მიერ ხსენებული ლუკა წულუკიძეა. რასაც მოყვა გოლი მისი გუნდის კარში. აი აქ როგორ დაეცა ბურთიზე კობახიძე. ჩაწოდება დარბაზარის მიმართულებით და აი პირველი გოლი. ხოზრევარიძეზე ვსაუბრობდი რომ არ თონდა ამ სეზონში გატანილი და პირველად მოახერხა მე-13 ტურში გოლის გატანა. დამიკულის მომტანი გოლიც კი გაიტანა. იგით მეორე ჩაწოდება, არეულობა ისევ საჯარიმოში, კიდევ ერთი დარტყმა, ესეც დაიბლოკა. დონკორი და რა გოლი გავიდა! ისეთი ინტენსიური შეტევები ჰქონდა დინამო თბილისს, ისე ზრდიდა ეს გუნდი მეტოქის კარზე უპირატესობას, რომ მოსალოდნელი იყო გოლი მალე გავიდოდა. ახოთ კიდევ ერთხელ გამეორებით რამუშის ჩაწოდება. კალანდაძე ერთი დარტყმა და მეორე უკვე დონკორისა საჯარიმოს გარედან. ბაიერნთან, მაგრამ საქართველოს ნაკრების ფორვარდის გუნდი გავარდა, აქ მეორე გოლი გაიტანა დინამო თბილისმა, ისევ კუთხური, ისევ სტანდარტი. და ამჯერად უკვე აბდულაი იორო ახერხებს რამუში აწვდიდა ისევ და ასწრო ყველას თამაშის წესების დარღვევა არ იყო, ზოური ცდილობდა გამოტანას, მაგრამ ბურთს უკვე ჰქონდა გადაკვეთილი კარის ხაზი.